საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მმართველი პარტია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს, რომელმაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ქართული ოცნების მიზანია პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილ შესაძლო სისტემურ დანაშაულებს. კომისიის შექმნის ინიციატორები აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. საგაზაფხულო სესია ბუნებრივია დატვირთული იქნება პოლიტიკური განცხადებებითაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. ყოფილი პრეზიდენტი ახალი პარტიების შექმნის აუცილებლობაზე ოპოზიციის ნაწილი კი წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე ალაპარაკდა. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე საუბარს განვაგრძობთ ჩვენს მომდევნო სტუმართან, პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო სოზარ, საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენ სტუდიაში. მოგესალმები მაყურებელს, მაგრამ სანამ თქვენს მიერ დასმულ ჩამოთვლილ საკითხებზე ვლაპარაკებთ, ბატონმა იაგომ რამდენჯერმე მოახდინა ჩემი დამოწმება, როგორც ყოფილი სახალხო დამცველის და ნათელი უნდა მოვფინოთ, მე მგონი ამ საკითხს. პირველი პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, 100%-ით ვეთანხმები იმაში, რომ ლიდერები, რომლებიც იყვნენ დამალული, მოუწოდებდნენ ხალხს მაქსიმალური აგრესიისკენ, გაწირეს ეს ადამიანები და მე მაშინაც არაერთ ეთერში მოუწოდებდი. გასაგებია, რომ ჩემი როგორც მაინც გამარჯვებული კოალიცია ვართ, ხო? დღეს ოპოზიციაში ვართ, მაგრამ გამარჯვებული კოალიცია ერთად წავედით და როგორც ამ გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენლებს არ მომისმენდნენ, მაგრამ მაინც არაერთხელ მოუწოდებდი, რომ ხალხო არ დაუჯეროთ, დაარღვოთ კანონს, იმიტომ რომ ესენი თქვენ არ დაგიცავენ, ესენი თქვენ გაგყიდიან და საერთოდ თქვენ უკაცრავად გამორთავ ტელეფონს დამოვიწყდა და აღარავინ იქნება თქვენი პატრონი, აღარავის არ გაახსენდებით, როგორც კი კანონს დაარღვევთ, იმიტომ რომ კანონი იქნება სამართლიანი ყველას მიმართ და დამნაშავე ვინც იქნება დაიჭება. ამაში უბრალოდ მართლა შეუძლებელია შეუძლებელი არ დაუჯეროთ იმას, რაც ბატონმა იაგომ თქვა. ეხლა მეორეს რაც შეეხება, რომ აი ამ კონკრეტულ საქმეებს რო ჩავხედოთო, გამოჩნდება, რომ ყველაძის ეს ხალხი ძალიან გამიჭირდება ამის დათანხმება, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საქმეებს შეიძლება მართლა ესე თითოეულს არ ვიცნობდე, მაგრამ ის რასაც ვუყურებდით საჯაროდ რამდენჯერ წაუკიდეს ცეცხლი პარლამენტის შენობას, ამტრევდნენ ფანჯრებს და შიგნით ყრიდნენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ცეცხლს უკიდებდა პარლამენტის თავმჯდომარის ოთახი, რა ვიცი, ვიცე-სპიკერების, უბრალოდ ჩვეულებრივი თანამშრომლების ოთახებს ცეცხლი წაუკიდეს უამრავჯერ. დანაშაულია ნებისმიერ ქვეყანაში. 150-მდე დასშავებული პოლიციელი და უმძიმესი დაზიანებები აქვს. კონკრეტულად ამ აღმობელთან დაკავშირებით საუბრობდა იაგო, რომ იგივე სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა გარკვეული მიდგომების და ლავირების საშუალებას და შესაძლებელი იყო, რომ სხვა ტიპის გადაწყვეტილება ყოფილიყო. ეხლა იქ სასამართლო საქმეა და ვერ ჩავერევით. გარეგნულად რაც ჩანდა, იქ ეხლა დანაშაული არ იყო ჩადენილი, ამას ვერავინ ვერ იტყვის. ეხლა სასამართლო რა მიდგომას მოიჩენს, ამაში უკვე ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ მე ერთი რამე უნდა ვთქვა, როდესაც დასავლელი ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის განსაკუთრებით გერმანელები, გერმანიის ელჩი საქართველოში და ახლა რა სტუმრად არის ჩამობრძანებული ბატონი როთი, ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რომ პოლიცია იყენებს გადამეტებულ ძალას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ძალიან კარგად ვნახეთ, რომ როცა გერმანიაში იგივე განმეორდა, ძალიან მკაცრი მიდგომები ჰქონდა პოლიციას, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად 10ჯერ ნაკლები პოლიციელი დაშავდა იქ, ჩვენთან 150, იქ თუ არ ვცდებით 15 თუ 20-მდე იყო მაქსიმუმ. მიუხედავად იმისა, დაპატიმრებული არის იქ გაცილებით ბევრი ადამიანი, ვიდრე ჩვენთან 300 თუ 500-მდე ადამიანი იყო, რომლებიც უკვე თავისუფლები არიან, დაახლოებით 30 ადამიანია, რომლებზეც არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ მათ ჩაიდინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული. და ერთშიც აი შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ვეკამათო, რა ვიცი, დავიფიცო ჩემი პირადი რწმენით, რომ მტკიცების სტანდარტი ისეთი მაღალი, როგორიც არის საქართველოში, რომ დამნაშავის მიმართ თუ არ არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები, განსაკუთრებით ასეთ პოლიტიკურ საქმეებზე, შეუძლებელია მას მიესაჯოს რაიმე, ეგეთი მტკიცების მაღალი სტანდარტი არ არსებობს არც ერთ ამ ევროპულ ქვეყანაში, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც კანადაში, არც გრენლანდიაში, რომელიც ასეთი პოპულარულია ბოლო დღეებში და არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი მაღალი სტანდარტები. პრაქტიკულად ხელს არ ახლებენ არავის თუ 1000-ჯერ გადამოწმებული მტკიცებულებები არ არის, რომ კონკრეტულად ამ ადამიანმა მართლა ჩაიდინა ძალიან კონკრეტული დანაშაული. ამასაც შემიძლია მართლა აი ნებისმიერ ადამიანს დაუჯდე დებატში და დაუმტკიცო, რომ ეს ასე რომ თუ ვინმეს მტკიცებულება არ არის მყარი, ამის ეჭვი აქვს ვიღაცას, ის აუცილებლად გათავისუფლდება სასამართლოზე და არავინ მათ სასჯელს არ მიუსჯის.
კომისიასთან დაკავშირებით, რომ დაუბრუნდეთ, ისევ პარლამენტში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლილი საგამოძიებო კომისია, ასეთია მართული გუნდის გადაწყვეტილება. პირადად თქვენ საინტერესოა ამ კომისიის მუშაობის შედეგად, რა შედეგს ელოდებთ? როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედებდა რეჟიმი, რომელიც ჩადიოდა სისტემურ და სისტემატიურ დანაშაულს, ეს ნიშნავს, რომ სისტემურ დანაშაულს სჭირდება სისტემური გამოძიება და სისტემის შეფასება. ეს სისტემა ეს ჰაერიდან კი არ არის, ამ სისტემას ყავს თავისი შემოქმედები, ამ სისტემას ყავს თავისი შემსრულებლები, ამ სისტემას აქვს თავისი სახე და ამას სჭირდება შეფასება. ამ შეფასების დროს ერთია რეჟიმის შეფასება, მეორე კონკრეტული დანაშაულები და დამნაშავეები, ვინც ვლინდებიან იმათი კონკრეტული სასჯელები. როცა ვლაპარაკობთ სისტემურ დანაშაულზე, აქ მრავალწახნაგოვანია, ეს არის სისტემური დანაშაულები, რომლებიც ხდებოდა ციხეებში ადამიანის წამების სახით და სისტემა იყო შექმნილი, რომელიც პრეზიდენტიდან დაწყებული უბრალო შემსრულებლით დამთავრებული ყველა იყო ჩართული და ყველა მიცოდა, რომ ეს დანაშაული ხდებოდა. როცა ხდებოდა საკუთრების უფლების მართლა მასშტაბური შელახვა და ადამიანებს ართმევდნენ არა მხოლოდ თავის ბიზნესებს, არამედ უკანასკნელ სახლს. როდესაც ამ ადამიანებს უცებ დაებადებოდათ ხოლმე სურვილი, რომ მთელი ჩემი ქონება, რაც მთელი ცხოვრება რისთვისაც მიღვაწია, თავის აცხოვრებელი სახლის ჩათვლით უნდა ვაჩუქოთ სახელმწიფოს და ღამის 3 საათზე იღებოდა რომელიღაცა ნოტარიუს გინტურის ოფისი და ამ ქალბატონ ნინო გინტურის ოფისში ხდებოდა ამ ქონების ჩუქება სახელმწიფოსთვის. ესეც სისტემური დანაშაულია. რატო არ ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში ჩუქებები? რატო არ ხდება სააკაშვილის მერე ჩუქებები? იმიტომ რომ ადამიანები არ არიან ესე რომ ახლა მე ქუჩაში უნდა დავრჩე და სახელმწიფო შემიყვარდა უცებ ისე რომ ყველაფერი უნდა ვაჩუქო ამ რეჟიმს, ხო? ეს არის სისტემური დანაშაული. როდესაც ვლაპარაკობთ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ მთელ რიგ პერიპეტიებზე, ეს არის სისტემური დანაშაული, ომთან დაკავშირებით და კი ბატონო, კითხავთ მოგვიანებით, მანამდე არსებობს ლეგიტიმური შეკითხვა, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან, რატომ ახლა და ხომ არ არის დაგვიანებული? რატომ ახლა? ეს კი რა თქმა უნდა ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა, თუმცა ამას აქვს ძალიან ბევრი პასუხი და ყველა ერთმანეთის შემავსებელი, ერთმანეთთან შეიძლება პირდაპირი კავშირი არ ქონდეთ, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი. იგი 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს დაობდა საერთაშორისო სასამართლოებში, ეს იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო და გაეროს ჰააგის გაშემდებარე გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და დავდაობდით რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენ ვართ მართლები. ამ შემთხვევაში საქართველოში გამოძიების დაწყება შეიძლება ხელი შეეშალა ამ კონკრეტული გამოძიებებისთვის, რომლებიც სასამართლოებისთვის, რომლებიც მიდიოდა საერთაშორისო დონეზე. იმათი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ხელს არაფერი არ გვიშლის, რომ უკვე მართლა ყველაფერს მივუწევთ თავისი სწორი შეფასება. დღემდე არ არსებობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება, რომ საქართველოში მოხდა სისტემური და საქართველოში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატიურ დანაშაულს ხელისუფლების მხრიდან. კი, არაერთ საქმეში იყო მინიშნება მსგავსი ტიპის, თუნდაც იგივე გირგულიანის საქმეს ხშირად ვახსენებთ ხოლმე, ჯერ კიდე გირგულიანის საქმეში თქვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომ გამოუგნებელია ის კავშირი, რაც არსებობს პრეზიდენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, პროკურატურას, მოსამართლეებს შორის, როგორ იყო ეს ყველა შტო ხელისუფლების განწყობილი იმისთვის, რომ რაღაცნაირად დამნაშავეები დაესაჯათ და უდანაშაულები პირიქით, დამნაშავეები გაემართლებინათ და უდანაშაულებისთვის დაებრალებინათ დანაშაული. ასეთი დანაშაულის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, ასე ეწერა. ხო, მაგრამ ნახეთ, სისტემური დანაშაული ხდებოდა თქვა პირველად შარშან თებერვალში თუ მარტში საქმეზე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ და ამის შემდეგ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოგცა დავალება საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოიძიეთ რა ხდებოდა თქვენს ქვეყანაში თუ ვლაპარაკობთ სისტემურ დანაშაულზე. ეს მეორე. მესამე ისიც უნდა ვთქვათ, რომ არ ვიყავით ესე თავისუფალი რა, ხშირად კი ვლაპარაკობთ სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ არ არის ჩვენი სუვერენიტეტი ესე. აი თქვენმა წინა სტუმარმაც თქვა, რომ ჩვენ დღეს ვართ ტრამპის იმედად და არა დემოკრატიის და არა სამართლიანობის. ახლა
ტრამპის იმედად, ტრამპის სამართლიანობა რამდენად სამართლიანია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აგე თურმე მე მჭირდება გრენლანდია, იმიტომ რომ თურმე გვერდით რუსული და ჩინური გემები დაცურავს გრენლანდიის გვერდით ჩაულია თურმე და ამიტომ მჭირდება და უნდა შევიერთო კანადა გუბერნიად უნდა ვაქციო, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ის ადამიანი მოქმედებს თავის ქვეყნის ინტერესებით და ჩვენ თურმე უნდა ვიყოთ რაღაცა გარე ძალების იმედით, ხო? გინდა ხელისუფლება და გინდა ოპოზიცია და ჩვენი მიზანი სწორედ არის, რომ ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი, საქართველოსი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოში და სწორედ აქეთკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ჩვენ. იგივე ტრამპთან დაკავშირებით ახლა შეიძლება გვეუბნებიან, რომ ტრამპის იმედი რატომ გაქვთ, რატომ უნდა გქონდეს და მე სულ ვამბობ, რომ ტრამპი ყოველთვის ვამბობდი ამას და დღესაც იგივეს გავემეორებ. ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა, აირჩია თავის პრეზიდენტად, იმისთვის რომ დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები. ეს ინტერესები ბევრ რამეში შეიძლება ემთხვეოდეს ჩვენს ინტერესებს და ამიტომ იქ სადაც ჩვენი ინტერესებს ემთხვევა, ეს არის ძალიან კარგი, მაგალითად უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ ზეწოლა შეწყდება საქართველოზე, რომ ჩავებათ ომში, მე ამის იმედი მაქვს და ეს არის ძალიან კარგი. ის რომ შეწყდება ზეწოლა, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი გააუქმეთ სასწრაფოდ, ევროპიდან არ შეწყდება, მაგრამ ამერიკიდან შეწყდება, ეს არის ძალიან კარგი და ამაში ჩვენ სრული თანხმედრა გვაქვს. ის რომ გამჭვირვალობა არის კარგი, ამაში სრული თანხმედრა გვაქვს. ის რომ USAID რასაც აკეთებდა, NED რასაც აკეთებდა, სოროსის ფონდი რასაც აკეთებდა საქართველოში და სოფლიოში, ეს არის ამაში ჩვენი ხედვები აბსოლუტურად თანხმდება ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ იმ გიჟური პროექტების და მართლა ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება ან არ გაგრძელდება, ან თუ გაგრძელდება, ძალიან შემცირდება და ესეც არის ძალიან კარგი. ამაში ჩვენი თანხმედრა გვაქვს და შეიძლება იყოს ბუნებრივია თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ასდება ერთმანეთს. მაგალითისთვის ვიტყვი, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ახლა ირანთან ომს დაიწყებს, მაგრამ თქვათ, რომ ირანთან დაძაბვის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ირანი 3000 წელი არსებობს, არის რაც ჩვენი მეზობელია. 3000 წლის წინ შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფოები, დიაოხი და კოლხა და 5000 წლის ისტორია აქვს ირანულ სახელმწიფოებრიობას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეზობლები ვიყავით და კიდე დიდხანს ვიქნებით და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი მეზობელი, 80 მილიონიანი ქვეყანაა, უზარმაზარი ქვეყანაა და ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ როგორც ჩვენ ვერავინ ვერ ჩაგვრთო თქვა უკრაინის წინააღმდეგ ბოდიში რუსეთის წინააღმდეგ ომში და მეორე ფრონტის გახსნაზე ვიყავით ძალიან მტკიცედ, რაღაც მომენტებში შეიძლება ასეთივე მტკიცე პოზიცია დავიკავოთ სხვა მეზობლებთან დაკავშირებით, თუ ვინმე მოგთხოვს რაღაც ნაბიჯების გადადგმას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება, მაგრამ ისე ვამბობ, ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი ყოველთვის და ეს ინტერესი ზოგჯერ დაემთხვევა ვიღაცის ინტერესს, ზოგჯერ არ დაემთხვევა და საცადაც დაემთხვევა, ეს არის ან თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ბატონო სოზარ, გარეჩარებები და ხელს აი მსგავსი გამოძიების ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითად ჩვენთვის რომ მოვიზიდოთ ჩინური ინვესტიცია, რომ ის ინვესტიციები ის რომ ჩინეთი საუბრობს ახალ აბრეშუმის გზაზე, რომ აბრეშუმის გზის რაღაც ნაწილმა საქართველოზე უნდა გაიაროს, ჩინურმა ტვირთებმა ევროპისგან და ევროპულმა ტვირთებმა ჩინეთისგან ნაწილმა მაინც საქართველოზე გაიაროს, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ვიღაცას ეს არ მოსწონს, ჩვენ უნდა ვცადოთ დავარწმუნოთ ისინი, თუ ვერ დავარწმუნოთ, მაინც ვცადოთ, რომ ჩვენი პოლიტიკა გავატაროთ ისეთი, რომელიც იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. აი ამას უწოდებ მე სუვერენიტეტს. კი ბატონო, და მაინტერესებს აი ეს გარეჩარება, ანუ ამას გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ გარეჩარებებზე. რა თქმა უნდა, ამ დრომდე ხელისშემშელი ფაქტორი ეს იყო? ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, პირდაპირ აი კატეგორიული განცხადებები იყო, რომ თქვენ გარკვეულ გვარებს გვისახელებდნენ, ამ გვარების დაჭერა არ შეიძლება, რაც არ უნდა გაახონდეთ მათ გაკეთებული და გარკვეული პერიოდი გვიწევდა ამ ანგარიშის გაწევა, მაგრამ გავიდა დრო და დღეს მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ზის მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ესეთი ადამიანი, რომელიც იყო, მაგრამ არ გავიმეორებ, ახლა არ არის მნიშვნელოვანი ამ წუთში, მაგრამ ნუ სააკაშვილი იყო ბუნებრივია მთავარი ამ შემთხვევაში და სააკაშვილი ზის ციხეში და მიუხედავად უამრავი ზეწოლისა, უზარმაზარი ზეწოლისა საქართველოზე, ევროპიდან, ამერიკიდან უკრაინიდანაც კი ცდილობდნენ ზეწოლას, რომ სააკაშვილი ყოფილიყო გათავისუფლებული, ხდებოდა მილიონი დეზინფორმაცია თითქოს სააკაშვილს
აწამებენ თითქოს სააკაშვილს ვასხივებთ რაღაც ამოუცნობი მანქანებით, რომლებიც მარტო სააკაშვილს ასხივებდა და არც ერთ სხვა პატიმარს და არც ერთ სხვა საავადმყოფოს ტერიტორიაზე თქვა, არც ექიმებს და არც ექიმებს არ ასხივებდა და მარტო სააკაშვილს თურმე და ამით ვკლავდით, თუ დარიშხანით ვწამლავდით, საჭმელს არ ვაძლევდით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, ცივი წყალი გადაასხა ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს, რომლებიც რეზოლუციებზე იღებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს ვაწამებდით სააკაშვილს და თქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. პირველი, სამართლიანად ზის, როგორც იმ საქმეებზე, რაზეც მის ჩილი აქვს. მეორე, მიმოყრობა მის მიმართ არის აბსოლუტურად ადეკვატური და ღირსეული, როგორც შეეფერება ევროპული ქვეყნის ნებისმიერ პატიმარს და შეიძლება ცოტა უკეთესიც კი. ამ ხრივ გარკვეულწილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არის. ასე რომ ეს ყველა ესეთი ზეწოლები იყო, მაგრამ ამ ზეწოლებს ჩვენ გაუძელეთ და დღეს მე მგონი დადგა დრო, როდესაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, რომ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით უნდა მიიღებოდეს საქართველოში პირველ რიგში. ეს არ ნიშნავს, რომ არ გავითვალისწინებთ არავის აზრს, არ დაველაპარაკებით არავის, მაგრამ თავარი გადაწყვეტილებები უნდა იყოს ჩვენთან მიღებული. საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება მართულ გუნდში ხაზგასმით აცხადებენ, რომ იგივე 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. პოლიტიკური გადაწყვეტილების მართებულობასა და მიზანშეწონილობას შეისწავლის კომისია, ამ შემთხვევაში, თქვათ, აი ამ ნაწილში და ცოტა უფრო მეტი რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა სწორედ აი ამ ნაწილზე. ჯარისკაცები და ოფიცრები იცავდნენ სამშობლოს. იცავდნენ მოსახლეობას. ისინი იბრძოდნენ ქვეყანაში შემოსული აგრესორის წინააღმდეგ. შესაბამისად, ვერანაირი პასუხისმგებლობა მათ მიმართ ვერ იქნება. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ომის დამთავრების მეორე დღესვე, ანუ იმ 5-დღიანი ომის დამთავრების მეორე დღესვე დაიწყო დაპატიმრებები ქართველი ჯარისკაცების და არაერთი ქართველი ჯარისკაცი იქნა და ოფიცრების. არაერთი ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი იქნა დაპატიმრებული აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით და არა მხოლოდ დაპატიმრებები იყო, არამედ ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში იყო პირდაპირ აი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მკვლელობები. ჩვენ გვაქვს ხოლმე ქარდავას საქმე, რომელიც ზუგდიდში მოხდა დაპატიმრება და ზღვაში გადაგდება, გვახსოვს ცინძელიანის საქმე, რომელიც სვანეთში დააპატიმრეს და ასევე დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს, გვახსოვს ბათუმში დახვრეტილი გვარი შავაძის საქმე, რომელიც აი სასწაული იყო საერთოდ და 30-მდე ტყვია ჰქონდა მორტმული და როდესაც მე მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და ვეკითხებოდი, რომ კი, მაგრამ რა ვიძიებდი ამ საქმეს, რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით, შავაძეზე გითხრეს, რომ ის თითქოს გაქცევას აპირებდა და ამიტომ მოგვიხდა იარაღის გამოყენებაა და გაქცევას ამ დროს ყველა ტყვია ჰქონდა წინა მხარეს. გაქცევა ხა ზურგით ვერ უკანასულით ვერ გაიქცეოდა ბუნებრივია და გაქცევა რო დაეპირებიათ, ან მეორე იყო, რომ გაქცევა თბილისში მოყავდაო და თბილისში როგორ შეიძლება წამოეყვანათ მაშინ, როდესაც ამ დროს უკვე პრაქტიკულად მთელ აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის ჯარი იდგანო. გორი იყო გადაკეტილი, ხაშური იყო გადაკეტილი, კასპი იყო გადაკეტილი და ლამის ცხეთამდე იყვნენ ჩამოსულები. შეუძლებელი იყო წამოყვანა ბათუმიდან წამოიყვანეს ქობულეთის მიმართულებით. მაშინ უნდა წასულიყვნენ პირიქით, რომ წამოსულიყვნენ თქვათ გოდერძის უღელტეხილით და როცა ამ კითხვებს მე უსვამდი, ამაზე პასუხები ბუნებრივია არ ქონდათ. სამაგიეროდ ოღონდ კი საქმე ჩაეფარცხათ და მეუღლეს ემუქრებოდნენ, რომ რა ვიცი, შეზევიძიებთ შურს, ახლა თუ ჩივილს არ შეეშვებიოდა, ჩემი თანამშრომლები ღამეებს ათევებდნენ მათ ოთახში, რომ რაღაც დაეცვათ აი ამ ზეწოლებისგან, აი ამ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ასე რომ ჯარისკაცებს და ოფიცრებს თუ ვინმე ემუქრებოდა, ეს იყო და ვისჭიდა, ეს იყო სწორედ სააკაშვილის ხელისუფლება. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას. პირველი დავიწყებ ყველაზე მარტივიდან ალბათ ტელეკომპანია საქართველო, რომელიც მაუწყებლობდა როგორც თავდაცვის სამინისტროს არხი და თავი დავანებოთ, რომ ეს არხი წართმეული იყო თავისი კანონიერი მფლობელისთვის და ეს ერთი უკანონობა იყო. ეს არხი დღე და ღამე მაუწყებლობდა ისე, რომ ემზადებოდა ომისთვის. პრაქტიკულად ორი დღე რო გეყურებინა ამ არხისთვის გადაბმულად, მიხვდებოდი, რომ სააკაშვილი ემზადებოდა
ომისთვის და რატო ხდებოდა ეს ძალიან საინტერესოა ბუნებრივია და ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ვფიქრობთ რატომ ხდებოდა? ნუ ამას საგამოძიებო კომისია გასცემს პასუხს და დაიკითხება ყველა ის ადამიანი, ვინც მოსული იყო. პირდაპირ დანაშაული, აი გამოძიებას რო არ სჭირდება ლამის ესეთი, როდესაც მოსახლეობა არ გააფრთხილეს, რომ მათ ემუქრებოდა საფრთხე, არ გააფრთხილეს ცხინვალის რეგიონში, არ გააფრთხილეს ახალგორში, არ გააფრთხილეს კოდორში. და კოდორში პირადად მე ვრეკავდი და ვეუბნებოდი, რომ ხალხო, არ დაიჯეროთ, ამათ არ დაუჯეროთ, შემოვრბა რუსეთი, იმიტომ რომ უკვე დაწყებულია საომარი მოქმედებები და მადლობა ღმერთს დაგვიჯერეს, თორემ სხორპლი იქნებოდა გაცილებით ბევრი. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იმის გამო რომ მოსახლეობა დატოვეს და არც გააფრთხილეს, არც საწვავი მისცეს, რომ თავის ტრანსპორტით გამოსულიყვნენ, ტრანსპორტის მიცემაზე ხო საერთოდ არ იყო ლაპარაკი, დაახლოებით 80 ადამიანი მოკვდა, მხოლოდ აი თლიანობაში ხო 500-მდე ადამიანი იყო მოკლული, მაგრამ დაახლოებით 80 ადამიანი მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ გააფრთხილეს და იმათ დროულად იქიდან ევაკუაცია არ მოახდინეს. ეს არის დანაშაული, რომელსაც ჭირდება აუცილებლად გამოძიება და ამის გამო პასუხი უნდა აგონ ძალიან კონკრეტულმა ადამიანებმა თავარსარდლიდან დაწყებული. ის რომ უშიშროების საბჭოს სხდომები საათობით გრძელდებოდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მე მგონია რომ ამასაც ღალატის შეფასება შეიძლება მიეცეს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ღია ეთერში გადიოდა ყველაფერი ის, რაც შეიძლება სახელმწიფო საიდუმლო ყოფილიყო და ამას უყურებდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე. ბუნებრივია, ჩვენზე უფრო დიდი გულისყურით აკვირდებოდნენ ისინი ამ ყველაფერს. ის რომ თავის დროზე ზუსტად გამსახურდია სტროენდელმა პარლამენტმა გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და თავი დავანებოთ ახლა ამაზე ბევრი კამათი იყო მაშინაც იყო თუ არა მართალი სწორი ამის გაუქმება. ერთი წუთით ეს გადავდოთ, მაგრამ გაუქმებულია. უცებ სააკაშვილი ზუსტად ომის დაწყების წინ აკეთებს ასეთ რამეს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც შედიოდა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტი, იმაში სამხარეო ადმინისტრაციაში გამოყო მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან და შეუერთდა ცხინვალის სამხარეო ადმინისტრაცია, სამხარეოს დავარქმევოთ თუ რა ვიცი, ყოფილ ავტონომიურ ოლქს. რაიონების მუნიციპალიტეტების ახლა მაშინ რაიონები ერქვა, რაიონების საზღვრებიც იყო შეცვლილი ზუსტად გამსახურდიას შემდეგ, თქვათ ზნაურის რაიონი გაყოფილი იყო რამდენიმე ყოფილი ზნაურის ჯავის რაიონი გაყოფილი იყო რამდენიმე და ამან ყველაფერი აღადგინა ისევ ისე როგორც იყო და ჩაატარა იქ ეგრეთ წოდებული კოკოიტის არჩევნები. არა, კოკოიტი მაშინ იყო ის რა ქვია იქაური ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. რაღაც არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარა, რომელსაც არ ქონდა არანაირი საფუძველი, აი არაფერი არ მიგვიღია იმისგან, გარდა იმისა, რომ მოუხაზეთ ის იურიდიული საზღვრები, რომელშიც არსებობდა ერთ დროს ფუნქციონირებდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და პრაქტიკულად ამითი მოუხაზეთ რუსებს საზღვრები, რომ აი ომის დაწყების შემთხვევაში თქვენ უნდა მოხვიდეთ, აი ამ საზღვრებში უნდა დადგეთ და დამთავრებული იქნება თემა. და მართლაც ასე გააკეთეს. იგივე კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, როდესაც კოდორის ხეობას უწოდეს ზემო აფხაზეთი, ამით თითქოს თქვენს რომ დიახ ეს აფხაზეთია თქვენია და შეგიძლიათ წაიღოს, მაგრამ სახელი კიდევ არაფერი. კოდორის ხეობას 1993 წლიდან მოყოლებული იცავდნენ თავისი გმირი დამცველები. ემზარ კვიციანის და მისი დის ნორა კვიციანი არღულიანის ხელმძღვანელობით. აი ნორას არანაირი როლი მიუძღვის კოდორის ხეობის დაცვაში ვიდრე ემზარს და მართლა გმირი დამცველები 50-მდე ადამიანი დაიღუპა ამ ხეობის დაცვაში წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს. ეს იყო ბატალიონი მონადირე, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იყო თავდაცვის სამინისტრო სტრუქტურა, უსებ სააკაშვილმა გააუქმა, იქ შეიყვანა ჯარი, შეიყვანა პოლიცია, ადამიანები ზოგი გაიქცა, ზოგი დაიჭირეს, აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებებით, ბევრი მათგანი ციხეში გარდაიცვალა სხვათა შორის, მაშინ დაჭერილი ადამიანები და პრაქტიკულად ხეობა დატოვა დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა იცავდა. შეიყვანა ჯარი, ოღონდ აქაც მან დაარღვია 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, თორსებით თებერვლის თუ მარტის ხელშეკრულება, სადაც ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ რუსეთი იღებდა ვალდებულებას, რომ არც თვითონ, არც აფხაზები, რომლებიც მისი დაქვემდებარებული იყვნენ, არ შემოვიდნენ აფხაზეთში, საქართველოს ჰქონდა უფლება იქ ყოლოდა თავისი ჯარი, მაგრამ
ამ ჯარის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო გარკვეულ რაოდენობაზე მეტი და აქ არ შეიძლება გქონოდა გარკვეული სახეობის იარაღი ან რაღაც რაოდენობაზე მეტი იარაღი, მაგალითად მძიმე артиლერია არ შეიძლება ყოფილიყო, ტანკები არ შეიძლება ყოფილიყო. ორივე პუნქტი დაარღვია მიხეილ სააკაშვილმა, შეიყვანა ჯარი, რის შემდეგაც, როდესაც დაიწყეს შეტევა რუსებმა, ისე გამოიყვანა ეს ჯარი, ერთი ტყვი არ გაუსვრია, მოსახლეობას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დატოვა გაფრთხილების გარეშე, რომ მათ რამე ემუქრებოდათ და ის შეტანილი იარაღი და დატოვა იქ და დაუტოვა რუსებს. ამას არ ქვია ღალატი, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი სამშობლოს წინაშე, რომელიც უნდა იქნეს გამოძიებული და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოწმე იქნება, რომელიც ამაზე ძალიან ღირებულ ჩვენებებს მოგცემს. ბევრი მოწმე იქნება. ბატონ სოზარ, მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის დამაარსებლის და თავმჯდომარის სასამართლო პროცესი, ბუნებრივია ეს კომისია გვერდს ვერ აულის მიხეილ სააკაშვილს, ხომ? და გამოდის, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს ის საქმეებიც, რაც ერთის მხრივ პროკურატურამ გამოიძია. ნაწილზე განაჩენი არსებობს, ნაწილზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. და გრძელდება თუ შეიძლება ითქვას ან რამდენად შეგიძლიათ გვითხრათ ხომ არ არსებობს გარკვეული საქმეები მაგალითად რომელიც სამართლებრივი შეფასებაც ამ დრომდე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ დამდგარა. ეხლა მე წეგან რაც ჩამოუთვალე საქმეები იგივე ამთან დაკავშირებით ან თუნდაც ის ვინც შექმნა სისტემური წამების მთელი სისტემა ბუნებრივია ეს ვერ მოხდებოდა და არ მოხდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე. ჩვენ კარგად ვიცით რომ ის გამ ყველაფრის სათავეში, თუმცა ერთია ესეთი ცოდნა და მეორე ამის მტკიცებულებები, რაც გამოჩნდება საგამოძიებო კომისიაზე, ამას დაინახავს მთელი საზოგადოება. კარგი ის არის ამ შემთხვევაში, რომ საგამოძიებო კომისია არის აბსოლუტურად ღია, ყველაფერი გადაიცემა პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერში დაინახავს საზოგადოება, რა მტკიცებულებები არსებობს. ამის შემდეგ უკვე იქ, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების დანაშაული კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაული ეს იქნება გადაგზავნილი საგამოძიებო ორგანოებში, სადაც ლაპარაკი იქნება რეჟიმის პოლიტიკურ შეფასებაზე, ამ პოლიტიკურ შეფასებას გააკეთებს თვითონ პარლამენტი. ბატონ სოზარ, დიდი ალბათობით იგივე ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრი იტყვის უარს მოსვლაზე და კომისიის მონაწილეობის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, ვთქვათ, ან თუ მოვა სავარაუდოდ არც არაფერს არ იტყვის. რამდენად შედეგიანი იქნება თუნდაც აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით ამ კომისიის მუშაობა? არ მოსვლა არის დანაშაული და ვინც არ მოვა ის დაიჭება. რაც შეეხება მოსვლას და იქ არაფრის არ თქმას, ყველას აქვს უმისლის უფლება, ეს უმისლის უფლება შეუძლიათ იქაც გამოიყენონ, მაგრამ ჩვენ გვეყოლება უამრავი მოწმე, იგივე კოდორის ხეობასთან დაკავშირებით წეღარას უამრავი მოწმე მოვა, რომელიც დაადასტურებს იმ ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. იგივე მოსახლეობა, რომელიც ვთქვათ, დიდი ლიახვის ხეობაში ცხოვრობს, ძალიან კარგად იტყვიან, მარტივად იტყვიან, როგორ მიატოვეს, როგორ არ გააფრთხილეს ისინი, როგორ ეუბნებოდნენ, რომ დარჩით თქვენ არაფერი არ გემუქრებათო. ესეთი ადამიანებიც გამორჩდებიან. იგივე უამრავი ადამიანის დაკითხვა შეიძლება ვთქვათ, რომლებიც მე ზუსტად ვიცი, ეკამათებოდნენ პირადად სააკაშვილს, რომ არ გააკეთო ეს, არ გააკეთო ახალგორის გამოყოფა ცხეთამთიანეთიდან და შეერთება ცხინვალის რეგიონთან და ეს ადამიანებიც მისცემენ დარწმუნებული ვარ ჩვენებებს საგამოძიებო კომისიას და ასეთი უამრავი მტკიცებულება არსებობს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იმ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ციხეებში, უამრავი მოწმე არის, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან ფასეული ჩვენებები მისცენ და ბოლო-ბოლო არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებები, სადაც უამრავი რამ არის დოკუმენტირებული და უამრავი გვარი სახელი, რომელიც შეიძლება ახლა ზეპირად არ გვახსოვდეს, იქიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორც სავარაუდო დამნაშავეები და დანაშაულის ჩამდენები, ისე ის დაზარალებულებები, რომლებიც იყვნენ წამების თუ ხშირ შემთხვევაში სიკვდილმკვლელობის მსხვერპლები. და აქ არ გულისხმობ მხოლოდ ჩემს მოხსენებებს, სხვათა შორის ჩემს შემდეგაც არაერთი ესეთი მოხსენება არის საკმაოდ მძიმე გაკეთებული. გასაგებია, მოდით გადავიდეთ სხვა პოლიტიკურ აქტივობებზე, რაც მიმდინარეობს დღეს საქართველოში, მაგალითისთვის ალომი ზურაბიშვილი იმყოფებოდა სამეგრელოში, შეხვდა საზოგადოებას.
და ასეთ რამეს აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი, რომ საჭირო არის ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლა პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციურ ძალებს გულისხმობს ამ შემთხვევაში. საინტერესო არის თქვენ როგორ შეაფასებთ ამ აქტივობას, ხომ არ ემზადება სალომე ზურაბიშვილი ერთის მხრივ არჩევნებისთვის, ან პარტიის შექმნისთვის და მეორეს მხრივ ერთგვარად ხომ არ არის უკმაყოფილო ძველი ოპოზიციური პარტიებით, ვისაც თანამშრომლობდა ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში. სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად აღარ არის საინტერესო ქართული პოლიტიკისთვის, არც ხალხის მხრიდან, არც უმრავლესობის მხრიდან და არც ოპოზიციის მხრიდან, იმ ოპოზიციის, რომლის ლიდერიც იყო სულ რაღაც 2 კვირის წინ, იმიტომ რომ მორჩა დამთავრდა მისი სკამის ლეგიტიმაციაც, სკამის ძალაუფლება, ანუ სკამს რაც ახლავს ის ხიბლი და დამთავრდა ოპოზიციური სპექტრი სალომე ზურაბიშვილთან გვერდით იყო მხოლოდ სკამის გამო ამას აბსოლუტურად არ აინტერესებს ოპოზიციურ სპექტრს სალომე ზურაბიშვილი. იმასაც კი გეტყვით, რომ მას როგორც კონკურენტსაც კი როგორც ლიდერს ხო არ ცნობენ და ვერ აღიქვამენ, მაგრამ როგორც კონკურენტსაც კი არ აღიქვამენ იმდენად არაფრის თქმელი პოლიტიკოსი არ არის სალომე ზურაბიშვილი. გაგახსენებთ ერთ ამბავს 2006 წელი, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა და ჰქონდა პიკი თავისი რეიტინგის, ის ცნობილი გამოთქმა ქაჯები კი არ მიდიან, ქაჯები მოდიან და შეკრიბა უამრავი ხალხი იმაში იპოდრომზე 100,000 კაცი როგორც ამბობენ, ხა მე არ ყოფილვარ და არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ ცხადია რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ამის შემდეგ ის აარსებს პარტიას და იყრის კენჭს თვითმმართველობის არჩევნებში. ძალიან მალევე აი ამ თავის პოპულარობის პიკიდან და პროცენტ ნახევარი აიღო მთელი საქართველოს მასშტაბით. მთელი საქართველოს მასშტაბით ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანიც კი ვერ გაიყვანა. ერთი საკრებულოს წევრი არ ჰყავდა. აი ეს არის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური. ანუ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ბატონო. მას შემდეგ მაშინ ხალხი ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად. ეხლა ხალხმა კარგად გაიცნო როგორც მოღალატე ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დგას ხალხზე მაღლა, მისივე სიტყვებია, მაგრამ სინამდვილეში მართლა მისი პოლიტიკური ფასი არის აბსოლუტურად ნულის ტოლი და შესაბამისად არ ამგონია საინტერესო იყოს ეს როგორც პოლიტიკური მოვლენა დღეს ჩვენთვის. არჩევნებზე ლაპარაკობდის წინასწომრებთან, არანაირი არჩევნებამდელი არჩევნებრივია არ იქნება, არჩევნები შედგება თავის დროზე, ეს იქნება 4 წლის შემდეგ, ხალხმა აირჩია პარლამენტი, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა, აგერ არ ჩამოვიდა, მაგრამ სულ რაღაც 2 კვირის წინ იყო, თუ 1 კვირის წინ უნდა ჩამოსულიყო ქალბატონი პია კიაუ, როგორ ქვია კაუმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, რომელმაც კი არ ჩამოვიდა, აქ კი ვერ ჩამოვიდა რაღაც ამ ბულინგის გამო, მაგრამ თავარი რამ შემოთვალა, რომ მე არა ვარის ორგანო, რომელიც იძლევა არჩევნების ლეგიტიმაციას და ასეთი ლეგიტიმაციის ორგანო არ არსებობს სოფლიოში, ასეთი ლეგიტიმაციის ორგანო არის ერთადერთი, ეს არის ხალხი ნებისმიერ ქვეყანაში და საარჩევნო კომისია, რომელიც იმ ქვეყანაში იღებს გადაწყვეტილებებს. უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ერთი მტკიცებულებაც კი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა წარმოდგენილი, იმიტომ რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. ნაზოზე რამდენიმე საკითხი უნდა მოვასწრო და აუცილებლად უნდა გითხოთ ხმაურიან სასამართლო პროცესებზე, ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, როცა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები და ასევე საინტერესო არის მოვისმინოთ თქვენი შეფასებები ბათუმის შემთხვევაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ ხართ სახალხო დამცველი ყოფილი, რა თქმა უნდა, ეს იაგომაც გაიხსენა ზიამაღლობელი შემთხვევასაც გულისხმობ ამ შემთხვევაში. აქვე ვიტყობასაც, რომ სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქმედი სამართალდამცავებს არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ მოვისმინეთ, რომ დაკავებულები ამავდროულად საუბრობდნენ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. მოდი სახალხო დამცველის ამ მოწოდებას რომ არ შეიზღუდოს პროტესტის გამოხატვა, მე მგონი ხედავთ, რომ ყოველდღიურად ტარდება მრავალსაათიანი მიტინგები და აი ამ 100 კაცი არის თუ 500 კაცი არის, ხან ქუჩას გადაკეტავენ, ხან ტელევიზიასთან მოვლენ, არავინ მათ არ ეხება, სადაც არ არის კანონის დარღვევა, სადაც ისინი ძალადობაზე არ გადადიან, იქ საერთოდ ხელი შეშლა არ ხდება, ხო? ბუნებრივია როდესაც პოლიციელებს
ესვრიან მაშხალებს, როდესაც პარლამენტს უკიდებენ ცეცხლს, როდესაც პოლიციელებს აწნავენ სილას, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის კანონდარღვევა და ამაზე ხდება შესაბამისი რეაგირება გაცილებით რბილი, ვიდრე მოხდებოდა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ამაზე პასუხი. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო და აქ ჩვენ ამაში ვერ შევალთ და არც შევეხებით. იგივე გერმანიასთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ როგორც კი გერმანიაში დაიწყეს ამ პიროტექნიკის გამოყენება და მაშხალების სროლა პოლიციელების წინააღმდეგ, ხო ჯერ დაიჭირეს სადღაც 300 კაცი და შემდეგ თქვენს რომ სასწრაფოდ უნდა გავამკაცროთ ზომები და ძალიან მკაცრი ზომები იყოს მიღებული ამისთვის. 6 თვე მიუსაჯეს პატიმრობა ერთ ადამიანს, რომელმაც უბრალოდ პოლიციის მიმართულებით ისროლა ეს პიროტექნიკა. კი არ მოხდა მიმართულებით ისროლა და საქართველოში ამის გამო არავის არ იჭერდნენ აქამდე. დღეიდან ეს არის აკრძალული ახალი კანონით და აკრძალულვა იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცას დაიჭერენ, ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ჯარიმაა ამაზე, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 თვიანი და იქ სისხლის სამართლებრივად გაასამართლეს მიმართულების სროლის გამო და ჩვენთან წეგან ვამბობდი, მტკიცებულების სტანდარტი არის იმდენად მაღალი, რომ თუ 100%-ით არ არის დადგენილი, რომ კონკრეტული პირის მიერ გასროლილი პიროტექნიკა კონკრეტულ პოლიციელს მოხვდა და ის დაზიანება რაც მიიღო არ არის მძიმე, უბრალოდ იქ ადამიანისთვის პატიმრობაში გაშვება არის უბრალოდ შეუძლებელი. ასეთი სტანდარტი ნამდვილად არ არის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. ბატონ სეზარ, პოლიტიკური ნებათაღელვა გამოიწვია ასევე ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებამ, სადაც საუბარი არის რამდენიმე ქვეყნის დაწესებულ ფინანსურ საქციებსა და სავიზო შეზღუდვებზე. ამონარიდი მინდა წავიკითხო. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში Deep State-ის განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ Deep State-ი ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. Deep State-მა შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. Deep State-მა ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო, ყველაზე მძიმედ კი Deep State-ის პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე უკრაინაზე აისახა. Deep State-ი არის თემა, რაზეც საკმაოდ ხშირად ირონიით საუბრობენ თქვენი ოპონენტები. საინტერესო არის თქვენ და თქვენი გუნდი ცხადია, იზიარებთ თუ არა ამ შემთხვევაში პოლიცსაბჭოს განცხადების პათოსს და თქვენი არგუმენტები ამავდროულად თუნდაც იგივე Deep State-ის გავლენასთან დაკავშირებით მსოფლიო პოლიტიკაზე როგორია? ცირა ირონია, მოდი ირონი Deep State-ით დავიწყოთ, იმიტომ რომ ირონიით უყურებენ ჩვენს განცხადებებს და ტრამპი როცა ამბობს იგივეს და მასკი როცა ამბობს იგივეს, არ მგონია ამ შემთხვევაში ირონიისთვის ადგილი დარჩეს, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან რას ებრძვიან და რა ძალას ებრძვიან. სხვათა შორის დონალდ ტრამპი 4 წელი ისე იყო პრეზიდენტი, რომ პრაქტიკულად ვერ მოიცალა თავისი პოლიტიკა გაეტარებია ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ იმიტომ რომ ამის საშუალება არ მისცა მას Deep State-მა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მას მაშინ არ ჰქონდა უმრავლესობა არც სენატში, არც კონგრესში და ერთი იმპიჩმენტის პროცედურიდან მეორე იმპიჩმენტის პროცედურამდე ისე დაატარებდნენ და იმდენი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ, რომ პოლიტიკის გატარების საშუალება არ მისცეს, სწორედ ამიტომ თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება Deep State-ის დამარცხება. როდესაც ლაპარაკობენ Deep State-ის საცეცებზე, ამ საცეცებს ჩვენ ძალიან მწარედ ვგრძნობთ და სწორედ ეს საცეცებია, რაზეც ლაპარაკობს იგივე მასკი, როდესაც ამბობს, რომ USAID ეს არის ის ზალა, რომლიცაც Deep State-ი ცდილობს რევოლუციების მოწყობა სხვადასხვა ქვეყანაში, რომლითაც Deep State-ი ებრძვის ტრადიციებს, ებრძვის რელიგიებს სხვადასხვა ქვეყანაში. იგივე არაერთის განცხადება მოვისმინეთ ამ ბოლო თვეების და განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში ჯორჯ სოროსის მოღვაწეობაზე და გვცნობდნენ, როცა ამას ჩვენ ვიწყოთ ხოლმე სოროსის გავლენებზე, მაგრამ მაგე ახლა არ მგონია, როცა ჯორჯია მელონი იგივეს ამბობს, იტალიის პრემიერი, არ მგონია ესეთი სიცილის ხასიათზე იყვნენ, რომ ეს თითქოს სასაცილო რამეა. ასე რომ და როცა ჯორჯია მელონი ლაპარაკობს, როგორ ერევა ჯორჯ სოროსის სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და როგორც ცდილობს იქ რევოლუციების მოწყობას. ეს არის ის, რასაც ებრძვის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რასთან ბრძოლასაც აპირებს და ეს ჩვენთვის ძალიან იმედის მომცემია, რომ ჩვენთვის პრაქტიკულად ამოსუნთქვის საშუალება გვექნება, იმიტომ რომ ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში შემცირდება.
ნახეთ თქვენ ასეთი რამ განაცხადეთ, რომ ტრამპმა ვერ მოახერხა 4 წლის განმავლობაში იგივე დიპსტეიტთან დაპირისპირება და მისი აღმოფხვრა. ამჯერად რა მოლოდინი გაქვთ ერთის მხრივ, რამდენად შეძლებს თქვათ განეიტრალებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მეორის მხრივ რა ტიპის თქვათ პოლიტიკას, რა ტიპის ურთიერთობას ელოდებით, როდესაც დაგეგმილი არის გადატვირთვის პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. მოლოდინს რაც შეეხება, ამაზე ხა ძალიან ძნელია ასე შორიდან ვილაპარაკოთ. სურვილი მაქვს რომ გამარჯვება მოიპოვოს, იმიტომ რომ ეს არის ბოლოროტი ძალა, რომელიც ან ებრძვის ლამის მთელ სამყაროს, ებრძვის ტრადიციებს, ებრძვის სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ებრძვის იმ წყობას, რაც რითაც კაცობრიობა დღემდე მოსულა და რაღაც სიმახინჯეები შემოაქვს როგორც ადამიანის უფლებები და ადამიანური ღირებულებები. სწორედ ამას გამოუცხადა ტრამპმა ბრძოლა პირველ რიგში და ამაში ჩვენ ერთ მხარეს ვართ ნამდვილად. რაც შეეხება გადატვირთვას, გადატვირთვა ბუნებრივი არის ჩვენი სურვილი და შეუძლებელია ასე დარჩეს ჩვენი ურთიერთობები, იმიტომ რომ საქართველოს მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ თუნდაც იგივე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოფილიყო ჩვენი დიდი სტრატეგიული პარტნიორის გვერდით. ავღანეთში იქნებოდა სირია, ერაყში ომის დროს, ბალკანეთში, კოსოვოში ჩვენი ჯარების მონაწილეობა თუ თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით მთელი მხარდაჭერები, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ გამოუცხადეთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად უკრაინას. მართალია უკრაინის მხრიდან ამის დაფასება და მისი პრეზიდენტის მხრიდან არ მომხდარა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებდით და ვაგრძელებდით, სწორედ იმიტომ რომ ვიდექით აი ამ ჩვენი სტრატეგიული მეგობრების გვერდით. ნუ სტრატეგიულ მეგობრებს რო ვამბობ, ცოტა უხერხულიც არის უკვე, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა სტრატეგიული მეგობრობა, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ მომავალში ნამდვილი სტრატეგიული მეგობრობისკენ გადაედგება ნაბიჯები, იმიტომ რომ იმ სტრატეგიულ მეგობრობას გარდა სახელისა სტრატეგიულისა არაფერი არ ჰქონია, ნამდვილად იყო მუდმივად გარკვეული ზეწოლის მცდელობები და სარგებელი ქართველი ხალხისთვის იქიდან ნაკლები იყო და იმედი მაქვს რომ ამ მხრივ ვითარება შეიძლება ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში. ზეწოლის მცდელობებზე უფრო დეტალურად საომავლოდ გავაგრძელოთ საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სეზარ სუბარი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. მე გემშვიდობებით პარასკევამდე და რა თქმა უნდა წინასწარ გილოცავთ ძველი ახალ წელს. დროებით.